შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 9 პირი დააკავეს. გამოძიების ცნობით, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა დაზარალებული არასრულწლოვანი მოტყუები წაიყვანა თბილისში. ერთ-ერთ მეტროსადგურთან ახლოს მდებარე მიტოვებულ შენობაში, სადაც კიდევ სხვა პირები დაახვედრა. ადგილზე მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დაკავებულებმა დაზარალებულზე ფიზიკურად იძალადეს. ასევე ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ფიზიკური და ფსიქიკური იძულების და ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო მობილური ტელეფონით გადაიღეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ცივი და პნევმატური იარაღი მტკიცებად ამოიღეს. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 154 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით E და Z ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.